ცნობების შეტანის შესახებ მესამე მოსმენით. მინდა გითხრათ, რომ საბოლოო ვარიანტი, რაც გავა მესამე მოსმენით სასესიოზე აღნიშნულ წინა კანონთან დაკავშირებით, რომ იქნება რაღაც რედაქციული შენიშვნები თუ რამე იქნება წარმოდგენილი იქნება მესამე მოსმენაზე სესიაზე, ისევე ამ კანონთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება მესამე მოსმენაზე არ განუცდია. შეკითხვები თუ გაქვთ? ჩვენი ირაკლი სად არის? შეკითხვები რა გაქვთ? რჩება? დიახ, ბატონო? ვადების თემა, დიახ. გთხოვთ კენჭი უყაროთ ფაშინ, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. და პროექტების მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით გისმენთ ბატონო ვლადიმერ. დიდი მადლობა, როგორც ეკუთვნის კანონის განხილვის სამივე ეტაპს, მესამე ეტაპზე, მესამე მოსმენის არის მასამზადებელ სამუშაოს გატარების დროს გათვალისწინებულია ყველა შენიშვნა, რომელიც იურიდიული კომიტეტიდან მოდის და ასახული არის კანონ პროექტში. ამიტომ ეს სრულად ემთხვევა კანონის პროექტის მიღების წესს და გავლილი აქვს ეს. დიდი მადლობა. ბატონო ვლადიმერ, შეკითხვები მოგხსენებელთან? ასეთები არ არის, მაშინ კენჭი უყაროთ. დიდი მადლობა, ერთხმად მიღებულია. ამით ჩვენი მეხუთე სტომა მე-11 მოწვევაში დასრულებულია. დღესვე სრულდება მე-11 მოწვევის საშემოდგომო სესია. მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატება. მადლობა უთხრა კიდევ ერთხელ თითოეულ თანამშრომელს საქართველოს პარლამენტსა და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩვენი აპარატის თითოეულ თანამშრომელს მისი ხელმძღვანელი დაწყებულს. მადლობა გითხრათ თანამშრომლობისთვის და გისურვოთ ბედნიერი შობა ახალი წელი, მშვიდობა თქვენს ოჯახებს და რა თქმა უნდა სრულად საქართველოს მშვიდობა და გამარჯვება. მინდა წარმატებული 2025 წელი მოგვივიდეს საქართველოში. მშვიდობა მოგცეთ. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.